მადლობა მოწვევისთვის. Სიმართლე გითხრათ, ამ წუთასაც არ ვიცი რაზე დამაკავეს, იმიტომ რომ როცა მივუახლოვდი პარლამენტს, ერთ-ერთმა პოლიციელმა სახელით მომმართლა და მითხრა, რომ გავჩერებულიყავი, გავჩერდი რა თქმა უნდა. შემდეგ მითხრეს, რომ უცებ ერთიდან გაჩნდა 6 პოლიციელი და მითხრეს, რომ ჩემი ჩანთა უნდა შეემოწმებინათ, რაზეც მე პრეტენზია არ მქონია და პირიქით მათ მივაწოდე ჩემი ჩანთა და ვუთხარი, რომ შეეძლოთ შეემოწმებინათ, თუმცა მათ მითხრეს, რომ უნდა გამეხსნა და ყველა ნივთი უნდა ამომეღო, რაც არ არის კანონში არ ჯდება, ეს არის პირდაპირ ჩხრეკა და რაზეც განვაცხადე, რომ მე ჩხრეკაში მონაწილეობას არ მივიღებ, აგერ გაქვთ თქვენ ჩემი ჩანთა და რაც კიდათ გააკეთეთ. ამის შემდეგ 6-დან გაჩნდა 12 პოლიციელი და როცა უკვე მივხვდი, რომ დაკავებაზე წავიდოდნენ, ერთ-ერთი რაც ვიფიქრე, ჩემი მობილური დამეცვა შიგნით არსებული ინფორმაცია, მობილური გადავაწოდე მეგობარს და ვიდეოშიც ვნახე და კარგად ჩანს, რომ ვეუბნები, როცა მეჯაჯგურებიან, რომ არ არის საჭირო, ჩემით მოვდივარ. უცნაური ამბავი ის იყო, რომ როცა პოლიციის მანქანაში ჩამსვეს, განყოფილების მაგივრად შევედით რაღაც პარკინგზე. არ ვიცი ეგ რა ტერიტორიაა და რისი პარკინგია, ამ პარკინგზე ამოვალაგეს ჩემი ყველა ნივთი, იქვე გაჩხრიკეს ჩემი ჩანთა, შემდეგ ისევ ჩაალაგეს და შემდეგ გადამიყვანეს შუშებიან შენობაში, სადაც ისევ იგივე აქტი ჩაიდინეს, ისევ ამოვალაგეს თავიდან ყველაფერი, ჩაიწერეს, შეადგინეს ოქმი და შემდეგ უკვე გადამიყვანეს დაკავების იზოლატორში. თუმცა საინტერესო ამ ამბავში ის იყო, რომ ჩემი ძალიან ბევრი დაკავებიდან ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როცა მთლიანად არ გამაშიშვლეს და ეს არის ელენე ხოშტარიას მიერ ხმამაღლად გაცხადებული ამბავი და ალბათ ეს გაითვალისწინეს და ამიტომ აღარ ქნეს ეგრე და მითხრეს, რომ მე თვითონ რაღაცები გამეკეთებინა და მენახებინა, რომ არაფერს არ უმალავდი და ეს იყო დადებითი რამ ამ დაკავებიდან. შემდეგ სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე, ჯერ მითხრეს 24 საათი, შემდეგ გამიგრძელეს 48 საათამდე. დილით წამიყვანეს საქალაქო სასამართლოში, მითხრეს, რომ ჩანიშნული იყო ჩემი პროცესი, თუმცა 2 საათიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი პატიმრობის ვადა ამოიწურა და პროცესიც გაუქმდა, თუ შეჩერდა თუ რაღაც მსგავსი. მე ვეღარ პოულობდნენ ფურცელს, რომ ხელი მომეწერა, რომ მე გამოცხადება, როცა იქნებოდა საჭირო მივიდოდი პროცესზე, ეს ფურცელი ვერ იპოვეს. ამისთვის კიდე ცალკე 1 საათი დამახარჯინეს და ველოდებოდი სანამ მოიტანდნენ ამას, თუმცა მე გადაწყვეტეს, რომ ადვოკატი მოვაწერდა ჩემს მაგივრად ხელს და გამომიშვეს ეს საქალაქო სასამართლო. გელა, თვითონ ეხლა აი სხვებისგან ამ თვალსაზრისით როგორ ფიქრობთ, აი სხვებისთვის რა სიგნალი არის ის არსებული სურათი, რაც არის, ხო, აი უფრო დიდ სურათს რო შევხედოთ, პოლიტიკოსების დაბარებები, მათი უარი სასამართლოში, სიარული, არსებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვნახეთ, რაზეც ლაპარაკობენ, თქვენ გაშიშვლება ახსენეთ და კონკრეტული ინფორმაცია გაასაჯაროვეს ეხა მათ და ილაპარაკეს და ჩვენ წავკითხეთ ასევე მაყურებელს თუ რაზე ლაპარაკობს მართველი გუნდის წარმომადგენელი, როგორ შეგიძლია არსებული ვითარების შეფასება. ესენი გააკეთებენ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც სახეზეა. ესენი გააკეთებენ ყველაფერს, რაც გაუვათ მათ და რის საშუალებასაც მივცემთ. ამიტომ ჩემი ქმედება, ჩემი არ დამორჩილება იყო ამის პროტესტი და ამიტომ არ გავხსენი ჩანთა, თორემ შემდეგ რომ გახსნეს იქ საწვიმრისა და მოსაცმელის გარდა მე შეგნით არაფერი არ მქონია და რომ მქონოდა დღეს აქ არ ვიჯდებოდი. ამიტომ მე მგონია, რომ ყველა მათ უკანონო ქმედებაზე ჩვენ უნდა გქონდეს დაუმორჩილებლობა და ეს იყოს ჩვენი პასუხი, იმიტომ რომ თუ სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკოსები, არ ვიცი, ყველა გადავალთ შეგუების რეჟიმზე, ეს მათი მხრიდან უკანონო საქციელები კიდევ უფრო გახშირდება და კიდევ უფრო დაემსგავსება რუსეთს, იმას, რაც რუსეთში ხდება. მხოლოდ ამას ვუხსნით მე დაკავების შემდეგაც პოლიციელებს, როცა ისინი მეუბნებოდნენ, რატო არ გავხსენეთ ჩანთა, მე მათ ვუთხარი, რომ თქვენს კანონდარღვევაზე მე თავს ვერ დაგიქნევთ, იმიტომ რომ თუ თავს დაგიქნევთ, ხვალ ზეგ მასზეგ უარესი რამ მომივა მე და აი ამის ეს წინააღმდეგობა იყო და ეს იყო ჩემი ქმედების მიზანი, რომ მათ არ ქონდეთ იმის ფუფუნება, რომ ადამიანები გააჩუმეს, ადამიანები შეაშინეს და მათ არ აქვთ პასუხისგაცემის უნარი და ენერგია. ამიტომ მე ესე არ ვარ, მე ნებისმიერ მომავალ შემთხვევაშიც, როცა იგივე საფრთხის წინაშე თუ იგივე ქმედების წინაშე დავდგები, ზუსტად ისე მოვიქცევი, როგორც მოვიქეცი 2 დღის წინ. ამიტომ ალბათ მათ იციან, რომ ამის გამო პირადად მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ და ეხლა სახლში არ დავждები და დღესაც აქციაზე მივალ, ხვალაზე რამდენჯერაც საჭირო იქნება, თუმცა ალბათ ეს არის მესიჯი სხვა ადამიანებისთვის, რომ მათაც იგივე მოუვათ თუ არ გაჩერდებიან, თუმცა რავი, თუ გავჩერდებით უარესი მოგვივა და ამიტომ
ჯობია, სანამ ხმის ამოღების საშუალება გვაქვს და სანამ ბრძოლის უნარი გვაქვს, ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ ის უკანონოებები, რასაც ჩადიან. წინააღმდეგობა სისტემის მცდელობაზე რომ მიწდეს ყველას მათ შორის. ხო, თქვენი დაკავებაც იქ არსებული სურათიც პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილებები ეს მიუთითებს საერთო მიზანზე რეალურად რომ შაკლას პროტესტი, ანუ სწორად უნდა მოხდეს ამ მიზნის რა თქმა უნდა, ყველა მათი ქმედება მაგაზე მიანიშნებს. თუნდაც რუსთაველზე ჯარიმების დაწერა ადამიანებისთვის, პოლიტიკოსების დაბარება, აქტივისტების, სამოქალაქო სექტორის ადამიანების უმიზეზო ტაშის გამო რო ადამიანებს იჭერენ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მხოლოდ ისინი ცდილობენ ძალის დემონსტრირებას და ამით ადამიანების შეშინებას, თუმცა ძალიან დიდი ხანია უკვე ამ პროტესტში ვართ, 100 დღეზე ბევრად მეტია და ყველაფერი ვნახეთ, თითქმის ძალადობის ყველა ფორმა ვნახეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ შეშინებული მოქალაქეები, რომლებიც ამის გამო გაჩერდნენ ან ბრძოლა შეწყვიტეს. და ზოგადად საქართველო და ქართველი ხალხი არ არის ის ხალხი, რომელსაც რაღაცა ერთი დაწყაპნებით გააჩერებ. ეს ხალხი მუდმივად იბრძოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლაც იგივენაირად გააგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ არაფერი გაგვაჩნია სხვა ადამიანებს გარდა თავისუფლების. თუ თავისუფლება არ გაქვს, არც ფულს აქვს მნიშვნელობა და არც სხვა რამეს, იმიტომ რომ თავისუფლების გარეშე შენ არ ხარ ადამიანი, შენ არ ხარ მოქალაქე და ღირსების წართმევა არის თავისუფლების წართმევა, რასაც ჩემი აზრით არ აპირებს არავინ რომ დათმოს უბრძოლველად. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გელა, წარმატებას გისურვებთ. გელა ხასაია საუბრობდა